საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით კი უფასო სახელმწიფოების დიდი ნაწილი ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ ჟურნალისტ ჩორენა შავერდაშვილის მამას და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის დიმიტრი ქუმციაშვილის ცოლის ძმის სტამბებში იბეჭდება. ამის შესახებ ხათუნა გოგორიშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით განათლების მინისტრს სადეპუტატო კითხვით უკვე მიმართეს. თუმცა პასუხი ამ ეტაპზე გოგორიშვილის თქმით არ მიუღიათ. გოგორიშვილის განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ უპასუხა, შორენა შავერდაშვილმა კი უმცირესობის წარმომადგენლის ბრალდებებს ლიბერალის ვებ გვერდზე გასცა პასუხი. როგორც მოგეხსენებთ პასუხისმგებლობის 4 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. ეს გახლავთ ფავორიტ პრინტი, შპს ფორმა, შპს სეზანი და შპს MVP. ეს გახლავთ ის 4 ფირმა, რომელიც 4 შპს რომელიც გაერთიანდა ამ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში და სწორედ ეს 4 ფირმა შემდეგ ეს 4 შპს შეარჩია განათლების სამინისტრომ. საქმე შემდეგში გახლავთ, რომ სტამბა სეზანი ეკუთვნის ყოველთვის ძალიან კარგად ცნობილი და ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ჟურნალისტის ქალბატონ შორენა შავერდაშვილის მამას. ეს ბატონი გახლავთ სეზანის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი. რაც შეეხება მეორე ფირმას, ეს გახლავთ ფირმა ფავორიტ პრინტი. მისი ხელმძღვანელი არის ივანე თევდორაშვილი. ივანე თევდორაშვილი გახლავთ ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის დიმიტრი ქუმციშვილის ცოლის ძმა. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არც ერთი შესაძლებლობა, რაც არ უნდა კეთილშობილური იყოს და რაც არ უნდა კარგი იყოს საქმე, სამწუხაროდ ყოველთვის მოყვება ჩვენ და სამწუხაროდ უფრო და უფრო გახშირდა, რომ ასეთ გადაწყვეტილებებსაც კი თან მოყვება კორუფციული გარიგებები. ქალბატონი ხათუნა გოგორიშვილის და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან გიორგი მარგველაშვილის დადანაშაულება კორუფციასა და ნეპოტიზმში სულ მცირე ღიმილის მომგვრელია ჩემთვის, მაგრამ ვისურვებდი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს შესაბამისი რეაგირება და პასუხი მოეთხოვოს განცხადების ავტორს ან იმ ადამიანებს, თუ კი ბრალდებები დადასტურდება. ზოგადად არაფერი მსმენია იმის შესახებ, რომ ქალბატონი შორენა შავერდაშვილი რომელიმე ეტაპზე მხარს უჭერდა ქართულ ოცნებას, ეს ძალიან შეუფერებელ ბრალდებად მიმაჩნია მისი მისამართით, ისევე როგორც ბატონი გიორგის დადანაშაულება კორუფციაში.